გამარჯობთ, მე ვარ ფუტკაშის ადმინისტრატორი და ამ ვიდეოში გასწავლით როგორ დაგავაკეთოთ data live-ზე მომხმარებლის ჯგუფები. შევალთ საიტზე, შემდეგ ყველა განყოფილების ზია და აქ არის ასეთი ფოლდერი მომხმარებელთა ჯგუფის დაყენება. შემდეგ აქ შეგიძლიათ შევცვალოთ ბაზის სახელები გადავარქვათ ან თქვათ ეს არის ადმინისტრატორი ან დავარქვათ admin. მაგრამ შეგიძლიათ შევქმნათ ახალი ჯგუფის შექმნა დავაწვევით. აქ ჩავწერთ ჯგუფის სახელი. აქ ჩავწერთ ანუ ეს თუ რაიმე სურათი გინდათ რომ ყოველთვის შემთხვევაში ეს აქ ჯგუფის სახელები თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა რაღაცები გქნათ. აქ ახლა არის რა უფლებები გაქვთ, წავიკითხავთ ანუ ეს რა არის და აქ მომიშნავთ შეეძლოს ამ ჯგუფს აი ამ თუთქას ჯგუფს ამის გაკეთება თუ არა. შემდეგ როგორც გინდათ თქვენ მომიშნავთ კის აქ პარამეტრების მაქსიმუმი ზომა, ავატარის მაქსიმუმი ზომა, აქ შეერთ რომელიც გქნებავთ მოგახსოვს სიახლეებში რა უფლება უნდა გქონდეთ, აქ წაიკითხავთ და მომიშნავთ, ამ შემთხვევაში ყველა მომიშნავთ. შემდეგ კომენტარებში რა უფლებები უნდა გქონდეს. აი ყველას ის მომიშნავთ. ხელმოწერაში მაქსიმუმ სიმბოლური უნდა გქონდეს. მართვის პუნქტი ან მართვის პუნქტში მომიშნავთ თქვენ რა ბრძანებებიც გინდა, ანუ მართვის პუნქტი არის ანუ პანელში როდესაც იქნება რა უფლებები გქონდეს. შემდეგ ჯგუფის შექმნა და ჩვეულებრივად დაემატა ის ჯგუფი და მართვის უფლებები აი რასაც ქვია ყველა განყოფილების სიაში როდესაც შეხვალთ admin-ი და აქ რომ არის ესენი, აი აქ არის ესენი შეიძლება თუ არა და ამ შემთხვევაში მაქვს არა და აქ არაფერი არ იქნება, მხოლოდ შეიძლება სიახლეების რედაქტირება, ანუ როგორც მოდერატორი. ამით ეს ვიდეო გაკვეთილი დასრულდა. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, შეგიძლიათ შემოვიძახოთ საიტზე და დატოვოთ კომენტარის სახით.